აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, პატივცემულო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ძვირფასო მეუფე, მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს აფხაზეთობას, წმინდა მოციქულ სიმონ კანანელის ხსენებას. მოგეხსენებათ ეს დღესასწაული დააფუძნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ. დღეს ჩვენ შევასრულეთ პარაკლისი და პანაშვიდი. ვილოცეთ აფხაზეთისთვის, ჩვენი ქვეყნის განთლიანებისთვის, აფხაზეთშიც, სამაჩაბლოშიც, ბრძოლის ველზე მომწყდართათვის, ქართველებისთვისაც, აფხაზებისთვისაც, ოსებისთვისაც, ვილოცეთ ჩვენი გამთლიანებისთვის, ჩვენი შერიგებისთვის. ფიქრობ დღეს ჩვენს დევნილებზეც, რომლებიც განდევნილნი იყვნენ ეთნიკური ნიშნით, შეიძლება ასე ითქვას. და ვევედრებით უფალს, რომ მოგცეს დიდი მადლი აფხაზებთან, ოსებთან დიდი შერიგების, ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, დევნილების დაბრუნების თავიანთ სახლებში. მაგრამ ვფიქრობთ რა ყოველივე ამაზე ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მხოლოდ ადამიანური ძალის ხმევით ამის მიღწევა შეუძლებელია. რამდენი წელი გავიდა უკვე, რას არ ვცდილობთ, მაგრამ ვწმუნდებით იმაში, რომ თუ არა ღვთის დიდი ძალა და მადლი, ეს არ მოხდება. და როგორც ყოველი დიდი საქმე, მარტო ადამიანური ძალებით, როგორც ამბობს უფალი, ხომ გახსოვთ, უჩემოთ არ შეგიძლიათ არაფერი. აი ღვთის ძალით და მადლით კი ყველაფერი შესაძლებელია და ეს აუცილებლადაც მოხდება. მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ჩვენ გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები. აი, როდესაც ადამიანი, თქვათ, ლოცულობს თავის რაიმე პირადი პრობლემის გამო, პირად საქმისთვის, იგი აუცილებლად უნდა ეცადოს, რომ გამოსწორდეს, რაღაც ცოდვები გამოასწოროს, მანკიერებები, რომელიც უშლის მას უფალთან დაახლოვებაში, მადლის მიღებაში და აი ამ ნაბიჯებს თუ გადადგავს, აუცილებლად უფალი მას ეხმარება. მაგრამ როდესაც ლოცულობს მთელი ერი ან დიდი რაოდენობა ხალხის, იქაც შესაბამისად ეს სულიერი ცხოვრების კანონია. მაშინ ეს სიმრავლე ხალხისა უნდა ცდილობდეს გამოასწოროს ის მანკიერებები და ცოდვები, რომლებიც ხალხში ტრიალებს. ამაზე უნდა დავფიქრდეთ, ეს არის აუცილებელი პირობა იმისა, რომ ვიმეორებ დიდი მადლი გადმოვიდეს ჩვენზე, გამთლიანების, გადარჩენის და გაერთიანების მადლი. აი ამაზე იყო დღევანდელ სახარებაში საუბარი, რომელიც საკითხული იყო საღვთო ლიტურგიაზე. ჩვენ ახლა ვიმყოფებით პერიოდში ქრისტეს ზეცად ამაღლებიდან სულთმოფენობამდე. და უფალი ჩვენი იესო ქრისტე ესაუბრებოდა თავის მოციქულებს იმის შესახებ, რომ მას მოუწევს მის ზეციერ მამასთან წასვლა და მათი დატოვება. და მოციქულები ამის გამო წუხდნენ, რა თქმა უნდა, ძალიან. და აი დღეს საკითხულ საუბარში, ისევე როგორც სხვაგან, უფალი მათ დიდად ანუგეშებს. ძალიან სანუგეშო სიტყვებს ეუბნება. აი მაგალითად ამბობს, რომ მას შემდეგ ის რაც წავა და ამაღლდება ზეცად, ისინი დიდ სასწაულებს მოახდენენ, ისეთივე სასწაულებს მოახდენენ, როგორც თვითონ ახდენდა. და მეტიც, უფრო მეტსაც მოახდენთო თქვენ. მაგრამ ოღონდ თუ დაიცავთ ჩემს რწმენას, ასე ამბობს უფალი. და ისინი მეტ სასწაულებს მოახდენენ
არა იმიტომ რომ იესო ქრისტეზე მეტნი გახდებიან, აღმატებულები იქნებიან, არამედ იმიტომ რომ როდესაც უფალი სრულად შევა საღვთო დიდებაში, განდიდდება და ამ საღვთო ძალაუფლებას, ხელმწიფებას სრულად დაეუფლება, მაშინ უფრო მეტ სასწაულებს მოახდენს თვითონ უფალი სულიწმინდის ძალით და თავისი მოწაფეების მეშვეობით. უფალი ასევე ეუბნება მათ, რომ თქვენ შეგეძლებათ ღმერთს მიმართოთ ლოცვით იესო ქრისტეს სახელით, რაც აქამდე არ იყო, არ ხდებოდა და ღმერთი ყველა თქვენს თხოვნას შეასრულებს. კიდევ ერთი დიდი ნუგეში მისი არის ის, რომ მან აღუთქვა მოწაფეებს სულიწმინდის მოვლინება. მაგრამ აქაც პირობას აყენებს. დაიცავით ჩემი მცნებები და მე შევთხოვ ზეციერ მამას და მოგივლენთ სხვა ნუგეშინის მცემელს, რომელიც მარადიულად თქვენთან იქნება, საუკუნოდ თქვენთან იქნება. ნუგეშინის მცემელს უფალი უწოდებს სულიწმინდას, ვინაიდან ის იქნება ქრისტეს ამაღლების შემდეგ ქრისტეს ნაცვლად ჩვენი წინამძღოლი, მფარველი, ნუგეშინის მცემელი და ასევე უფალი ეუბნება მათ ასეთ რამეს, რომ გარდა იმისა, რომ მოგივლენ თქვენ ნუგეშინის მცემელს, მე მექნება თქვენთან უმჭიდროესი კავშირი, მე მუდამ ვიქნები თქვენთან. არ დაგტოვებ თქვენ ობლად. აი ეს საოცარი მონაკვეთია დღეს სახარებიდან წაკითხული. მე თქვენთან ვარ, ვიდრე აღსასრულადნე სოფლისა. და თქვენს ჩემთან ერთობით როგორც სიცოცხლის წყაროსთან იქნებით ცოცხალნი ყოველთვის. აი ესეთი სანუგეშო სიტყვები იყო წაკითხული ძვირფასოს მემო და დებო და უნდა გვახსოვდეს, რომ სულიწმინდა ეკლესიას მიეცა სამარადჟამოთ. ის განუწყვეტლივ მოქმედებს ეკლესიაში, ქრისტიანების გულში, თუ რა თქმა უნდა წმენას იცავენ და სარწმუნოებით ცხოვრობენ და ეკლესიის წმინდა საიდუმლოებებში თუ ასევე რწმენით ღებულობთ მათ. და როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, მადლით ხართ გამოხსნილებიო. და ეს არ არის თქვენგან, არამედ ღვთის ნიჭია. ეს არის ნიჭი ნუგეშინის მცემელი სულიწმინდისა, რომელსაც ჩვენ ველოდებით აი რამდენიმე დღეში, ერთ კვირაში იქნება სულთმოფენობის დღესასწაული და ჩვენ მას ვევედრებით, რომ მოვიდეს და დაემკვიდროს ჩვენ შორის, გაგწმინდოს ჩვენ, გაგვაძლიეროს, აცხოვნოს ჩვენი სულები და მოგცეს ვიმეორებ დიდი მადლი ჩვენ ძმებთან, აფხაზებთან, ოსებთან შერიგების და იმ ძმური სიყვარულის აღდგენის, რომელიც იყო საუკუნეების განმავლობაში ჩვენ შორის. მადლი იმისა, რომ აღარასდროს განმეორდეს ასეთი საშინელი ძმათა მკვლელი ომი, რომლის სავალალო შედეგებს ჩვენ დღემდე ვიმკით და მოგცეს მადლი ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, რომ ვიცხოვროთ ერთ დიდ, მშვიდობიან, ძლიერ სახელმწიფოში. ამინ.